კარგად უმუშაობთ, ლეიტენანტო, პრობლემები ხომ არ არის? მხოლოდ ერთი ბატონო თუ ბრძანებას გასცემთ. ისვრენ შვეიცარიელებზე? უდავად ალბათ. საკუთარ ხალხზეც. დავიფიცოთ. მოქალაქეებო ბასტილია გვჭირდება, ხალხი ბასტილიას ითხოვს. აცილეთ ქვემეხები, გაუშვით ქალაქის საბჭოს მუდმივი კომიტეტის დელეგაცია. ზიდან გადადით, აქეთ გადმოდით. გაუშვით ისინი, ესენი ქალაქის საბჭოს წევრები არიან. და გაუხსენით. ქვემეხები უნდა მოაცილონ. პირველად მესმის თქვენი კომიტეტის შესახებ. გუშინ პარიზის ამომრჩევლები შეიკრიბნენ ქალაქის საბჭოში და ჩამოაყალიბეს მუდმივი კომიტეტი, რომელიც დედაქალაქის წესრიგს უნდა აკონტროლებდეს. თქვენ აქ ჭხუბისთვის მოხვედით თუ მისი თავიდანაცილების გზის საძებნელად? ჩვენ მუქარით არ მოვსულვართ. ანუ ძირითადად ვთანხმდებით საკითხზე. ბატონებო, მე სადილისთვის ვემზადებოდი, პატივი იქნებოდა თუ შემომიერთდებოდით სადილზე. ბატონო, ეს ხალხი არაფერს ითხოვს პარიზისგან. ბასტილია ყველას გვჭირდება. ბასტილია ყველას გვჭირდება. ბასტილია ყველას გვჭირდება. ბატონო, ეს ხალხი პარიზისგან არაფერს ითხოვს. ქვემეხები ყოველთვის ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს შეურაცხყოფაა. უბრალოდ ქვემეხები ასეა განლაგებული. ქვემეხები უნდა მოაცილოთ. არა, ისინი უბრალოდ მათ აშინებენ. ისინი არ იცრიან. არ გაიცრიან, ისინი უბრალოდ დგანან თავისთვის. არ იცრიან. ბატონო გუბერნატორო, გთხოვთ. მოკლედ რომ თქვა, თქვენი კეთილინების გამოხატვა გვინდა. თული ამ არეულობაში რაიმე გამოვიდეს, მაგრამ ცადეთ ბატონო. მიაწვდინეთ ჩემი ბრძანება ფლექსის ლეიტენანტს და სთხოვეთ ქვემეხები მოაცილონ და ღიობები დახურონ. ბატონო, მადლობას მოგახსენებთ. შეხედეთ, ქვემეხებს უკან სწევენ. აი ახლა დატენიან. ისინი ისვრიან, უბანი დავიცვათ. ცით რამდენი პატიმარი ყავს? 7 პატიმარი. 4 მათგანი ყალთაბანდია, რომელიც სხვა ციხეებშიც ყოფილა. იამკვლელი ერთიც ირლანდიელია, რომელიც თავის თავს იულიუს კეისრად მიიჩნევს. მატარეთ, გუბერნატორს ვიცნობ, ჩემი მეგობარია, გავესაუბრები მას. აუშვით, გზიდან გადით. ხედავთ ბატონო თურიო, რაც დავპირდი შევასრულე. ბატონო, ციხეს უნდა თმობდეთ. ამისთვის არაფერი გითქვამთ? ქალაქის საბჭოს მუდმივი კომიტეტი ბასტილიას ითხოვს. კომიტეტი მოითხოვს, რომ ბასტილიის კარები ხალხისთვის გაიხსნას. ბატონებო, ასეთი სიურპრიზის პირობებში ძალიან რთულია სამეფო ოფიცრისთვის თავისი მოვალეობის გარკვევა. კარები ხალხისთვის არ გაიხსნება. ჩვენ ბასტილიას ვითხოვთ. ჩვენია ბასტილია, ბასტილია ჩვენია. ხელი დაგვიქნია, შესვლის ნიშანია.
არაფერი გაუგიათ. წინ მიდიან ნაცვლად იმისა, რომ უკან დაიხიონ. აქეთ მოდით.ენი მოლაპარაკებების მეთოდი ეს იყო? ყველა ხალხს გავესაუბრები. დიახ, სწორედ ასეა, ჩასვლა და საუბარია საჭირო. შაგებო მოემზადეთ. კარისკაცებო მოემზადეთ. არის როლოთ. ნუ ველოთ. მინდა მხოლოდ ჩვენო რომ ბასტილიას თავის დაცვა შეუძლია. სროლა ჩემ გარეშე აკრძალულია. ბატონო, თუ რაიმე ძალაუფლება გაქვს კომიტეტზე უბრძანეთ ხალხს უკან დაიხიოთ. განუცხადეთ რომ ფიცი მაქვს დადებული და პირველი არ გავისხრი. Messieurs. Strapad. შეჩერდით, შეწყვიტეთ. არა, ეს ხოცვა-ჟლეტა იქნება. მოემზადეთ. დაიხიეთ უკან. ბატონო გუბერნატორო, თუ არის თვით დავიღუპებით. ზადიყავით. ცეცხლი. ესროლეთ. Cessez le feu! რასაკეთებთ? გადავჭით. აუმარჯოს მეფეს. იდება რევოლუციას. აქეთ მოაგორეთ, გაამზადეთ. ლეიდენანტო, სწავლილი მაქვს. ისმენთ. შეწყვიტეთ სროლა, მმართველის გზავნილი მაქვს. აქეთ წამოდით. მომყევით.
avant, j'y vais. Radღება მეგობრებო. რევოლუციონერებო, 20,000 კასრი დენთი გვაქვს. მიიღეთ კაპიტულაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში უბანს ავაფეთქებთ. ხალხო, არანაირი კაპიტულაცია. ხიდები დაწიეთ. ამის ნებას არ მოგცემთ, ბატონო. კეთილინებით და მომაწოდეთ ჩემი ჟურნალი. რასასიამოვნო შუა დღეა. თუმცა უშედეგო. არც კურდღელი. ბატონო. ბატონო. რა მოხდა? ბატონო, პარიზელებმა ბასტილი აიღეს. ბასტილი აიღეს? რატომ? აჯანყება? არა, ბატონო. რევოლუცია. Il trouvera qui parle. Je veux que ta barricade des cordeliers soit la plus haute. Malheureusement, il y a eu trop de morts. Qu'est-ce que tu crois, hein? Le monde que tu souhaites va se construire sans quelques crânes fendus? Maintenant, quoi qu'il arrive, les choses ne seront plus jamais les mêmes. Ça, j'en suis sûr. Plus jamais. Et voilà du vin de Suresnes pour les assoiffés. Tu vas prendre, voilà.